აბა, წარმოიდგინეთ მიწა, რომელიც ნაწილ-ნაწილ არის დაყოფილი, სადაც ყველა თავისთვისა და ერთმანეთს ებრძვის. ახლა კი წარმოიდგინეთ ერთი ადამიანი, რომელმაც ეს სრული ქაოსი ერთ მძლავრ სამეფოდ აქცია. დღეს სწორედ ბაგრატ მესამეზე, კაცზე, რომელმაც ფაქტობრივად ერი შექმნა, უნდა გიამბოთ. კი, მაგრამ როგორ ხდება ეს? როგორ შეიძლება რომ ამ ხელადაკსაქსულობიდან და ქაოსიდან ერთიანიერი დაიბადოს? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც ბაგრატ მესამეს ისტორია მართლაც გასაოცარ პასუხს გცემს. კარგი, სანამ უშუალოდ ბაგრატზე გადავალთ, მოდით ერთი წამით ჩავიხედოთ იმ ეპოქაში, იმ სამყაროში, რომელშიც ის დაიბადა. ეს არ იყო ერთიანი ქვეყანა, ეს იყო მეტოქე ტახტების დაპირისპირების ველი. აი წარმოიდგინეთ რუკა. ოღონდ ეს რუკა კი არ არის ერთი მთლიანი ფერი, არამედ აჭრელულია უამრავი პატარა ერთმანეთთან მოგიშბე ნაწილისგან. აი ასეთი იყო საქართველო მე-10 საუკუნეში. კახეთი, ჰერეთი, აფხაზთა სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამთავროები, ყველა თავისთვის. ერთიანი ძალა, რომელიც ყველას გაერთიანებდა, ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა. და აი სწორედ ამ პოლიტიკურ ქაოსში, ამ დაგსაქსულობის ფონზე ჩნდება ფიგურა, რომლის წარმომავლობას გეგონება სპეციალურად ამ დიდი თავსატეხის ამოსახსნელად შეიქმნა. ეს იყო მემკვიდრე, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო. ბაგრატის წარმომავლობა ეს იყო მისი კოზირი, მისი ესე თქვათ საიდუმლო იარაღი. აბა დაფიქრდით, მამამისი ქართველთა მეფეა. მას იშვილებს ტაოს უძლიერესი მმართველი, დავით მესამე კურაპალატი. და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, დედის ხაზით ის აფხაზთა უშვილო მეფის ერთადერთი მემკვიდრე გამოდის. ანუ, ფაქტობრივად, მას სამი უმთავრესი სამეფოს გასაღები ეჭირა ხელში. ახლა ვნახოთ, როგორ აგროვებდა ის ძალაუფლებას, ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქოს რაღაც გენიალურ საჩადრაკო პარტიას თამაშობდა. 975 წელს ის ქართლის მმართველი ხდება. სულ რაღაც 3 წელიწადში უკვე აფხაზთა მეფეა, 1001-ში ტაოს მეფლობელი ხდება და ბოლოს 1008 წელს მამის ტახტის მემკვიდრეობით ის აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ხედავთ, ეს უბრალოდ გამართლება კი არ იყო, ეს იყო ცივი, გათვლილი სტრატეგია. კარგი, ახლა გადავდივართ ყველაზე დრამატულ და საინტერესო ნაწილზე. როგორ მოხდა საქართველოს რეალური ფიზიკური გაერთიანება? ეს იყო დიპლომატიის, ინტრიგებისა და სამხედრო კამპანიების ხანა. ბაგრატს ჰქონდა ძალიან მკაფიო, ეტაპობრივი გეგმა. პირველი, გაიმყარე პოზიციები იქ, რაც უკვე შენია, ანუ აფხაზეთი და ქართლი. მეორე, გაფართოვდი აღმოსავლეთით, შემოიერთე კახეთი და ჰერეთი. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე მთავარია, შიგნიდან გაამაგრე ძალაუფლება. დაიმორჩილა ის დიდებულები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შენს წინააღმდეგ თამაშს. თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით იყო გათვლილი. და აი დგება ისტორიული მომენტი. 1008 წელი. ეს არის თანხი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. ბაგრატ მესამე ოფიციალურად აერთიანებს აფხაზთა და ქართველთა სამეფოების თახტებს. სწორედ ეს ითვლება ერთიანი საქართველოს სამეფოს დაბადების დღედ. წარმოგიდგენიათ, პირველად ისტორიაში დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთი მეფის, ერთი გვირგვინის ქვეშ მოექცა. მაგრამ ბაგრატი რა თქმა უნდა ამაზე არ ჩერდება. ზუსტად 2 წლის შემდეგ 1010 წელს ის რუკის ბოლო ორი ნაწილის, კახეთისა და ჰერეთის შემოიერთებით, ფაქტობრივად ასრულებს თავის უმთავრეს მისიას. საქართველოს თითქმის ყველა ისტორიული მიწა პირველად ექცევა ერთი მმართველის ხელში. პაზლი აეწყო. ტერიტორიების შემოერთება ერთი საქმეა, მაგრამ ამ ტერიტორიებისგან ერთიანი მოქმედი სახელმწიფოს შექმნა ეს უკვე სულ სხვა დონეა. მოდით ვნახოთ, როგორ შეძლო ბაგრატმა ახალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული წესრიგის დამყარება. მისი სტრატეგია, ასე ვთქვათ, ორ ფრონტზე მუშაობდა. ქვეყნის შიგნით რა გააკეთა? შექმნა ცენტრალიზებული მმართველობა, დაიმორჩილა ურჩი არისტოკრატები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ააშენა ერთიანობის სიმბოლოები. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბედიისა და ბაგრატის ტაძრები. პარალელურად, ქვეყნის გარეთ, ის ამაგრებდა საზღვრებს, აწარმოებდა ძალიან ჭკვიანურ დიპლომატიას და საქართველოს აქცევდა რეგიონულ ძალად, რომელსაც უკვე ანგარიშს უწევდნენ. იცით, მის მიღწევებს ალბათ ყველაზე კარგად იმდროინდელი მატიანე აღწერს. მოусმნეთ. დაამყარა წესი და სამართალი თავის ქვეყანაში, როგორც არავის მანამდე. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ხო? ეს გვიჩვენებს, რამხელა რევოლუციური ცვლილება იყო მისი მმართველობა იმ ეპოქისთვის. და ბოლოს მოდით შევაჯამოთ. რა დაგვიტოვა ბაგრატ მესამემ? რა არის მისი მთავარი მემკვიდრეობა? მას ხომ ტყუილად არ უწოდებენ ერთიანი ერის მამას? თუ კი ბაგრატის შესახებ მხოლოდ ერთი რამის დამახსოვრება შეგვეძლება, ეს უნდა იყოს ციფრი 1. რატომ? იმიტომ რომ ის იყო ერთიანი საქართველოს პირველი მეფე. ის იყო ყველაფრის დასაწყისი. და სწორედ მისმა მმართველობამ მის მიერ შექმნილმა ამ მყარმა ერთიანმა სახელმწიფომ მოამზადა ნიადაგის საქართველოს ოქროს ხანისთვის. იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენმა სამეფომ თავისი კულტურული და პოლიტიკური განვითარების პიკს მიაღწია. მოკლედ რომ შევაჯამოთ, რა არის ბაგრატის ისტორიის მთავარი გზავნილი.
მან აიღო დაგსაქსული, დაყოფილი მიწები და თავისი მემკვიდრეობით, დიპლომატიითა და სადაც საჭირო იყო ძალით, შეკრა ერთ მუშტად. მან შექმნა არა მხოლოდ ტერიტორიული ერთობა, არამედ პოლიტიკური და ადმინისტრაციული საფუძველი მომავალი საუკუნეებისთვის. სწორედ მისმა მოღვაწეობამ გაუხსნა გზა საქართველოს ოქროს ხანას და ამიტომაც არის ის ჩვენს ისტორიაში ერთიანი ერის ფუძემდებლად აღიარებული. და ბოლოს მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი ალბათ დღესაც აქტუალურია. რა არის საჭირო იმ ერთიანობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ერთი გამორჩეული ლიდერი ქმნის, ამაზე დაფიქრება კი უკვე თქვენთვის მომინდვია.